შვილები, რომელსაც ყავს ესეთი შეზღუდული შესაძლებლობის, მაინტერესებს გამცენ პასუხი. რა გააკეთოს დედამ, რომელსაც თეთრი არ გააჩნია? ღმერთს ვთხოვ, რომ ღმერთმა გადმომხედოს და ფეხზე დავდგე. ეს არის ჩემი წამალი. თუ ვინმე საინტერესებს, ერთი დღე დამიჯდეს აქ და ნახოს როგორია ჩემი ერთი დღის ცხოვრებაც კი. თვითონ დედებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება. შვილ მარტო ბავშვს კი არა, დედასაც, რომ დედა მიარსებობს, რომ შვილს მიხედოს ადამიანო. რთული მისახედია ჩემი შვილი, სხვები არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილი არის როგორც პატარა ბავშვი, ისეთი მისახედი. აი ჩვეულებრივად პატარა ბავშვი, 5 თვიდან, ვინათ 1 თვიდან ისეთი მისახედი და ეს ძალიან ძნელია. სხვას რო აუხსნა, ვერ აუხსნი იმ ყველაფერს. ვინც იცის ჩემსავეთ, ვინც არის, ის მიხვდება რა არის ეს ყველაფერი. მერე ძნელია ძალიან ჩემი მხრიდან გეტყვით, ჩემი შვილი მაგალითად ძალიან მომთხოვნის ვერ გეტყვით. ახლა იცით როგორ არის? ჭამასთან დაკავშირებით ძალიან რთულად არის. მისი პენსია მაგალითად არანაირად არ ეყოფა. ისე შეიძლება იყოს სხვაც დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ არ უნდა ეს შენი ყოველთვის ჩაი რაღაც ესეთები რა, ანუ აი ეს ბავშვებს უნდათ უყვართ უფრო მეტად ზოგადად გემრიელი საჭმების სუნი, რომ აი კარგი სუნი რო აქვს. შეიძლება არც კი შეჭამოს ჩემმა შვილმა, მაგრამ ის რაღაცნაირად მაინც უნდა. მერე კიდე გარეთ გასვლაზე, ძალიან გარეთ გაყვანაზე. თქვათ, წავიყვანო სადმე რაღაცა. ამას შეიძლება ხო უნდა. მე მაგათად არ შემიძლია. მე თვითონ ვარ ძალიან ცუდად უკვე, რომ აი დავიშალე უკვე, რასაც ქვია. და ესეთ ბავშვებისთვის, რა ვიცი, ახლა საზღვარგარეთ არის შეიძლება, მაგრამ აქ მე არ მომსწრები ამას რაღაცა, რომ აქ იყოს ვიღაცა, თქვათ, დამხმარე გამოგიყოს ვიღაცამ, დაჟე ერთხელ ეს ძალიან დიდი ხნის უკან იყოს, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად რომ ვიყავი და აღარ შემეძლო ბავშვის მიხედვა, ვთხოვე მერიაში, რომ ერთი თვე მაინც რომ დამხმარე ამიყვანოთ მეთქი, რომ დავისვენო ერთი თვე მაინც. და მითხრენ, რომ ესეთი რაღაცა ჩვენ არ გვეხება, ეს თვითონ თქვენ უნდა გადაეხადოთ. შვილები, რომელსაც ყავს ესეთი შეზღუდული შესაძლებლობის, მაინტერესებს გამცენ პასუხი. რა გააკეთოს დედამ, რომელსაც თეთრი არ გააჩნია? შვილის ხარჯებით ვიცხოვრო? შვილის ხარჯზე წავიდე ექიმთან? შვილის ხარჯზე ვიყიდო წამალი თუნდაც? ძალიან ძნელია. ეს მე იცით როგორ ვარ? აი რომ გათენდება, ღმერთს ვთხოვ, რომ ღმერთმა გადმომხედოს და ფეხზე დავდგე. ეს არის ჩემი წამალი, მეტი არაფერი. და მე ჩემს შვილს ვერაფერს ვერ მოვაკლებ. აი ამ ყველაფერში შეუძლიათ, რომ ცოტა ყურადღება გაამახვილონ. მე არ ვითხოვთ ასასვენებლად გაშვებებს, იმგეს არაფერი არ მინდა. თუნდაც ვიყო ჩემს სახლში, ვიყო ჩემ შვილთან ერთად, მაგრამ ცოტა მეტი ყურადღება. აი დახმარება არ მაქვს მაგალითად, მომიხსნენ დახმარება 2015 წელში. რატომ მომიხსნენ? აწივი ოცნებოთ? რა არის ეს? კი ბატონო, ბინა გამაჩნია, მაგასაც ვიტყვი, მაქვს ბინა, რომელიც მაჩუქა ქალმა. არა მაქვს ბინა წყობში, არის ცალილი კედლები. რა გავაკეთო ახლა მე? რა უქნა იმ ბინას? ზიგი მდიდარი ვარ? თუ ვინმე საინტერესებს, ერთი დღე დამიჯდეს აქ და ნახოს როგორია ჩემი ერთი დღის ცხოვრებაც კი. ჩემზე მეტად სახელმწიფო უფრო კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. მე ვარ საშუალო განათლების, ჩემზე მეტი მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ. ეხლა მე უნდა მიუთითო იმათ რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე მართლა ის არის. რა ვიცი, რა დავართქვა, არ ვიცი. და მათ უნდა გათვალონ, რომ რა არის საჭირო ასეთი დედებისთვის. ალბათ თვითონ დედებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება. შვილ მარტო ბავშვს კი არა, დედასაც, რომ დედა მიარსებობს, რომ შვილს მიხედოს ადამიანო. არ უნდა მიხედოს?
აბა ვინ უნდა მიხედოს? ვერც დამამი მიმიხედავს სიტყვაზე, ვერც ძმა, ვერც ბიძაშვილი, ვერავინ ვერ მიმიხედავს. ჩემს შვილს მე თუ მივხედავ, მეტი ვერავინ ვერ მიხედავს. მათ შორის მარტო ხელა დედებს სტატუსის მოპოვებაც კი ძალიან დიდი ძალისხმევასთან. მე არასდროს არ ყოფილა მარტო ხელა დედა, როგორც სტატუსით ვამბობ მე საბუთით. ერთადერთ ჯერ ვიყავი ესეც სააკაშვილი რო იყო და ესეც 6 თვეში გაუქმდა. დამთავრდა. არაფერი მე აღარა ვარ მის მერე ვარ. ჩემი შვილის მხარდამჭერი, ყოველ 5 წელიწადში მაქვს სასამართლო და ჩემს შვილს მანიჭებენ, მე მადლობთ, რომ მანიჭებთ, მე ვზრდი. სხვა არავინ არ ზრდის, მაგრამ ესეა, მხარდამჭერი ვარ, მე დედა არ ვარ. ეს არის ისა კანონი? ეს არ არის კანონი. მე ჩემი შვილის დედა ვარ პირველ რიგში, დედა, რომელიც 29 წელი ვზრდი. გამიგეთ? და ეს არ არის მხარდამჭერობა მარტო.